მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო ყველას, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ჩემთან ერთად ხართ. მადლობა არხის გამოწერისთვის, მადლობა კომენტარებისთვის, ჩემო კარგებო და მინდა შემოგთავაზოთ. გაშლა ფიქრი, გრძნობა, მოქმედება, ხო? თუ რაიმე სხვა თემაზე გსურთ გაშლა, დამიტოვეთ კომენტარებში, რა თემაზე გსურთ და მე აუცილებლად შევეცდები, რომ გავაკეთო მომდევნო გაშლა თქვენთვის სასურველ თემაზე. ახლა კი ვნახოთ, რას ფიქრობს, რას გრძნობს თქვენს მიმართ ჩაფიქრებული პიროვნება. ვფიქრობ გავაკეთო ორ ვარიანტზე. ფიქრობთ მოვწევნე. მოდი გავაკეთებ ორ ვარიანტზე. აი ასეთ ორ ვარიანტზე გვექნება. პირველი და მეორე ვარიანტი შემოკარგებო, თქვენ აირჩიეთ ქვა ან რიცხვი. მე დავალაგებ არკანებს. წვანი და ცისფერი ქვა გვექნება დღეს. ფერების მიხედვით გინდ. პირველი რომელიც გაგიელვებთ, ის ვარიანტი აირჩიეთ. პირველი წამები, სანამ გონება ჩაირთვება. მაშ ვნახოთ. პირველი და მეორე ვარიანტი. როგორი ამჟამად ურთიერთობის სიგნიფიკაცია პირველი ვარიანტისთვის, მეორე ვარიანტისთვის. შემდეგ ვნახოთ ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. თქვენს მიერ თქვენი პარტნიორის ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. ჩაიფიქრეთ ასევე არ დაგვავიწყდეს პერიოდი, ხო დრო? როგორც ვიცით, მნიშვნელოვანია მოქმედების რას მოიმოქმედებს, ხო ვნახოთ. მე გადავდებ მეორე ვარიანტს და ვნახოთ პირველი ვარიანტი. ურთიერთობის სიგნიფიკაცია ამ მომენტისთვის და აქ არის ორიანი პენტაკლი შემოწესება. დავაზუსტებ თქვენის ნებართვით ორიანი პენტაკლი. ეს შეიძლება იყოს სიტუაცია, როდესაც ურთიერთობა ჯერ კიდევ არ არის დასტაბილურებული, არის რაღაც მერყეობა პარტნიორის არჩევისას, ან შესაძლებელია რაღაც გადაწყვეტილების მიღებაში მერყეობთ, ხო? ან ჯერ არ არის სტაბილური პირველ ვარიანტში, ვინც აირჩია. შეიძლება იცით არის, არ აქვს მნიშვნელობა ეს დიდხნიანი ურთიერთობა თუ მოკლევადიანი, მაგრამ ურთიერთობაში არის რაღაც მერყეობა. შესაძლებელია არის ეჭვებიც იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ არის მეორე პირი, თქვათ ურთიერთობაში. ერთი სიტყვით დავაზუსტებ, მოდი თქვენის ნებართვით. აქ ხო, აი 10-იანი ხმალი ამოვიდა დაზუსტებად. აქ შესაძლებელია, არ ვიცი, უყურებს ისეთი პირი, ვის ურთიერთობაშიც ამ მომენტში არის რაღაც გადამწყვეტი ეტაპი, ხო, გადამწყვეტი ეტაპი, ფიქრი იმაზე, დაასრულოთ ურთიერთობა, თუ ჯერ როგორ მოიქცეთ, ხო? როგორც უკვე თავი დამთქვი, აქ არ არის სტაბილურობა. აქ არ არის სტაბილურობა და ასევე არის ორჭოფობა და მერყეობა, ეჭვი და გადაწყვეტილების როგორ გააგრძელოთ, ხო, რა მოიმოქმედოთ. სავარაუდოდ აქ ვინც უყურებთ, შესაძლებელია მიყურებდეს პირი, ვისაც აქვს ოჯახი, იმიტომ დასტის ფონად მაქვს 10-იანი თასი, პენტაკლის დედოფალი, რომელიც ფიქრობს, ხო, ურთიერთობიდან წავიდეს, 8-იანი თასიც აქვე მაქვს. აქ არის თქვენი მხრიდან ფიქრი, რომ ესე იგი დაასრულოთ ურთიერთობა, წახვიდეთ ურთიერთობიდან, თუ როგორ მოიქცეთ. შესაძლებელია რაღაც ორი ვარიანტი გაქვთ და აი ვერ გადაგიწყვეტიათ, ხო, როგორ მოიქცეთ. ზოგიერთად შესაძლებელია იყოს ორი პარტნიორიც შემოძვირფასებო და აი მერყეობა ორ პარტნიორს შორის, ხო, როგორ მოიქცეთ, რა მოიმოქმედოთ, რომელი ვარიანტი აირჩიეთ, რომელ პარტნიორთან დარჩეთ. ან წახვიდეთ ურთიერთობიდან თუ როგორ მოიქცეთ, ხო, აი ეს სიტუაცია პირველ ვარიანტში, პირველი ვარიანტი ვინც აირჩიეთ, თუ ასე არ არის შემოძვირფასებო, მაშინ ეს თქვენი გაშლა და თქვენი ვარიანტი არ არის. ამიტომ უკეთდება სიგნიფიკაცია, რომ მიხვდეთ, ხო, რამდენად თქვენია. მოდი ვნახოთ ფიქრი, რა კი ფიქრი ამოვიდა კვერთხის მეფე. ძალიან ბევრს ფიქრობთ კვერთხის მეფეზე. თავად პიროვნება ამოვიდა, პიროვნება, რომელიც სხვათა შორის კვერთხის მეფე, იცით როგორი მომენტია. აი ნახეთ, ცეცხლოვანი ნიშანია, ცეცხლოვანი სტიქია და ნახეთ, აი ამ დეტალს ხშირად არ ითვალისწინებენ ხოლმე. კვერთხის მეფე ეს არის პიროვნება, ენერგიული, რა თქმა უნდა, რომელმაც იცის რა უნდა ცხოვრებაში, მაგრამ აი ნახეთ აქ კამელეონი რომ ზის, ხო, კამელეონი. ცოტა ისეთი პიროვნება აფეთქებადი ხასიათი, რომელიცაც შეუძლია მოერგოს სიტუაციას და თავის ინტერესებიდან წარმართოს, ხო? ანუ აქ პიროვნებაზე ფიქრი ამოვიდა.
პიროვნება ცეცხლის ნიშანი შეიძლება იყოს, მაგრამ არ არის სავალდებულო. მაგრამ აქ როგორი მომენტია, იცი ჩვენ კითხვა დავსვით პიროვნების ფიქრი, ხო, რას ფიქრობს თქვენთან მიმართებაში. და რა კი კვერთხის მეფე ამოვიდა, მე ერთ არკანს დავამატებ და იცით რა არის კვერთხის მეფე, აქ ძალიან დიდი ალბათობით თქვენ შეიძლება ამ მომენტში ამ კვერთხის მეფესთან გაქვთ დაძაბული რთული ურთიერთობა. შესაძლებელია ნაჩუქრები ხართ, შესაძლებელია ამ მომენტში ერთად არც ხართ და მაგრამ ეს პიროვნება კვერთხის მეფე ფიქრობს შეხვედრაზე თქვენთან და ნახეთ სტაბილურობაზე, მაგრამ ეს ფიქრები მისი შეიძლება ითქვას, რომ არის თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ხო, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. ნახეთ, მეორე არკანი დავაზუსტე. სავარაუდოდ პირველი ვარიანტი, ვინც აერჩეთ, იმყოფებით სასიყვარულო სამკუთხედში, ძალიან დიდი პროცენტით შემოძვირფასება, მაგრამ არ არის სავალდებულო. თუ ასე არ არის, შესაძლებელია ეს პიროვნება იყოს თქვენ სამსახურთან დაკავშირებული, ხო? შესაძლებელია ხვდებით იქ, სადაც გაქვთ ძირითადი სამუშაო ადგილი, ან რაღაც გაკავშირებთ, საქმე გაკავშირებთ, შესაძლებელია. თუ არ არის ის ვარიანტი, რომ სასიყვარულო სამკუთხედი, შესაძლებელია გაკავშირებდეთ საქმე, ხო, სამსახური, ერთი სიტყვით, აი ეს თემა, მაგრამ ეს პიროვნება კი ბატონო ფიქრობს იმაზე, რომ შეგხვდეთ თქვენთან ასე ვთქვათ ოთხიანი კვერთხი ამოვიდა, ხო? ოთხიან კვერთხში აქ არის შეხვედრა, კომუნიკაცია, ურთიერთობა. ერთი სიტყვით ესეთი ფიქრები აქვს თქვენთან მიმართებაში, მაგრამ არ გამოვრიცხა, როგორც გავიმეორებ, რომ ეს არის პიროვნება, რომელიც ძირითადად თავისი სურვილებიდან და თავისი ინტერესებიდან მოქმედებს, ხო? და რასაც ანუ დასახულ მიზანს აღწევს ყოველთვის კვერთხის მეფე, ცოტა манипуляტორი, ცოტა ესეთი ქამელეონის რაღაც ენერგიები, როდესაც შეუძლია, რომ გადაასხვაფეროს რაღაც სიტუაციები, თავისი ქცევები, ხო, ანუ თავისი ინტერესიდან გამომდინარე. ნახოთ, მოდი გრძნობა რა კი ასე წამოვიდა. ნახეთ, აქაც როგორი მომენტია, ორიანი კვერთხი ამოვიდა. გრძნობაში აქ შესაძლებელია ეს პიროვნება, ახლა შემიძლია 99% გითხრათ, რომ ეს პიროვნება მარტო თქვენთან არ არის კავშირში, ხო? შესაძლებელია მის ჰორიზონტზე კიდევ იყოს სხვა პირი, სხვა პიროვნება, ვისაც ფიქრობს და რაღაც არჩევანის გაკეთებას აპირებს, თუ ცდილობს, ყოველ შემთხვევაში ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ რაღაც ორ ვარიანტს ადარებს თითქოს ერთმანეთს, ხო? აი ეს მომენტია აქ შემოძვირფასება. აქ მე აქ ვერ ვხედავ მით უმეტეს გრძნობა აქ პიროვნებას კვერთხები ამოვიდა, აქ არის ვნება ძირითადად და სურვილი იმის, რომ თავისი რაღაც თავისას მიაღწიოს ერთი სიტყვით, თავისი ინტერესები გაატაროს და თავისი თვითონ მიიღოს რაღაც პიროვნებამ სარგებელი თუ სიამოვნება, ანუ რაც როგორც გინდა ისე გაიგეთ, მაგრამ აქ პიროვნებას მე ვერ ვხედავ იმას, რომ რაიმე გრძნობა აკავშირებდეს თქვენთან. მოქმედება ნახეთ. ხუთიანი თასი ამოვიდა. მისი მხრიდან ეს ურთიერთობა მე ვფიქრობ პირველმა ვარიანტმა ვინც არჩია. შესაძლებელია ზოგიერთს ნახეთ დასტის ფონად მაქვს რვიანი ხმალი, რაც იმას მიმანიშნებს, რომ შესაძლებელია ამ მომენტში ერთმანეთი ან შეიძლება დაბლოკილიც გყავთ, თქვა სოციალურ ქსელში ზოგიერთ შესაძლებელია არ გაქვთ ურთიერთობა, მოკლედ, მაგრამ აქ არის ფიქრი პირველ ვარიანტში იმაზე, რომ დასრულდეს ეს ურთიერთობა და აქ მე ვერ ვხედავ იმას, რომ რაიმე გაგრძელდეს. აქ არის ორ ვარიანტს შორის რაღაც გადაწყვეტილების მიღება, ორი არჩევანი, ორი გზა, თავიდანვე ეს ენერგიები შემოვიდა და აქ პირველ ვარიანტს მე მაპატიეთ, მაგრამ რაც არის, იმას ვაშხერებ და რასაც ვხედავ და რასაც ვგრძნობ ინტუიციურად. პირველ ვარიანტთან რაც რომ გაგრძელდეს და ასე შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ სურვილები და ფიქრები აქვს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პარტნიორს იმის, რომ შეხვდეს, ეს უფრო ინტიმური სურვილებია, მე ასე ვფიქრობ ამ პიროვნების. აი ასეთი იყო, მე აღარ გავაგრძელებ პირველ ვარიანტს, მადლობას მოგახსენებთ და ნახოთ ახლა მეორე ვარიანტი რა ხდება თქვენთან. ძირითად არკანებს დავტოვებ და ავიღებ დამხმარე არკანებს. ნახოთ მეორე ვარიანტთან როგორია ურთიერთობის სიგნიფიკაცია ამ მომენტისთვის. აქაც რაღაც გაბრაზებულები ხართ ეტყობა როგორც ჩანს ერთმანეთზე. შესაძლებელია ურთიერთობა პაჟის ენერგიებია, შესაძლებელია ახალი დაწყებული გაქვთ, ან შესაძლებელია ის როგორი მომენტია რაღაცნაირად პირველი ვარიანტის ენერგიები გადმოვიდა, მაგრამ მე მაინც დავაზუსტებ, ხო? ანუ შეიძლება იყოს ურთიერთობა ახალი დაწყებული ინტერესის დონეზე, როდესაც შემდეგ არკანებიც გვიჩვენებს, მაგრამ მაინც ვარიანტებს გავაშხერებ და შემდეგ თუ დაგვიდასტურეს მომდევნო არკანებმა ამას გავაშხერებ. შესაძლებელია იყოს რაღაც პატარა კონფლიქტური სიტუაცია თქვენ შორის ამ მომენტში, დაძაბულობა და ეჭვიანობის ფონზე ვთქვათ და
მე დავაზუსტებ ერთ არკანს დავადებ, იმიტომ რომ ძნელია ერთი არკანით რაიმე დასკვნა გააკეთო. ნახოთ შემდეგი არკანი რას გვიჩვენებს. დავაზუსტოთ ხმლის პაში აგრესია საუბარი, როგორი ურთიერთობაა. ნუ აქ იცით როგორი შესაძლებელია სოციალურ ქსელში ადევნებდეთ ერთმანეთს თვალს. დაინტერესება იყოს და დაინტერესება და სურვილი იმის რომ რაღაც ერთმანეთისზე რაღაც ინფორმაცია გაიგოთ, ხო? უფრო რაღაც შესაძლებელია ახალი დაწყებული ურთიერთობა, ჩემს უპასებო. ან შესაძლებელია ურთიერთობა არც ისეთი ახალია, მაგრამ ამ მომენტში არის რაღაც დაძაბულობა და შეიძლება რაღაც პატარა კონფლიქტური სიტუაცია. ცოტა ილუზიური ურთიერთობა, ანუ შესაძლებელია დისტანციური, ასე ვთქვათ კიდევ, ხო? ანუ სოციალურ ქსელებით კომუნიკაცია, მაგრამ ეს ხმის პაჟი რაღაც ისეთი როგორც ვიცით, ცოტა ისეთი პერსონა, რომელიც ეჭვიანი, ხო, ნუ აქ შესაძლებელია ზოგიერთთან იყოს გაჩერებული სიტუაცია, ხო, გაჩერებული სიტუაცია და სიტუაცია, რომელიც სოციალური ქსელებით, ასე ვთქვათ, კონტაქტი. აქ არ არის ჩემს ძვირფასებო, როგორ გითხრათ, ესეთი ურთიერთობა, რომ აი პარტნიორები ერთმანეთს ხვდებოდნენ და რაღაც. აქ არის შესაძლებელია მანძილზე, რაღაც სოციალური ქსელებით კომუნიკაცია, ურთიერთობა, მაგრამ ამ მომენტში არის რაღაც გაჩერებული, შესაძლებელია რაღაც წყენა იყო თქვენ შორის და დაპაუზდა ურთიერთობა. ნახოთ კი, მე მინდოდა დამეზუსტებინა და აქ არის გაჩერებული ურთიერთობა ჩემს უპასებო. ნახოთ პიროვნების ფიქრი თქვენს მიმართ. ძალიან გაბრაზებულია ხმის მეფე მოგვივიდა, ხმლის მეფე პიროვნება ძალიან გაბრაზებულია. კრიტიკული პიროვნება, ანუ პიროვნება, რომელიც გონებით მართავს, ხო, გაბრაზებულია. არ ვიცი, რა მოხდა თქვენ შორის. როგორი ან რატომ დაიძაბა სიტუაცია, მაგრამ პიროვნება გაბრაზებულია, ხო, გაბრაზებულია. ნახეთ, კი, ფიქრობს თქვენზე, რა თქმა უნდა, თასის დედოფალიც ამოვიდა თქვენზე ფიქრობს, მაგრამ ეს ფიქრები არის ეს ფიქრები მე ვფიქრობ, რომ არის ისეთი ფიქრები, რომ შესაძლებელია პიროვნებას სურდა თქვენთან რაღაც მსუბუქი ურთიერთობა, რაც შეიძლება არ გამოუვიდა და ამის გამო არის როგორ გითხრათ, აი ელოდება სიტუაციას, იმედგაცრუებული და როდესაც რაღაც შედეგს ვერ მიიღებს, ხო, რაღაც სურდა ამ პიროვნებას შესაძლებელია თქვენთან ურთიერთობაში, ხო, რაღაც მსუბუქი სამიანი თასი, აქ სიღრმე არ არის, მაგრამ არ გამოუვიდა. ეს ვარიანტი ანუ ძალიან ბევრთან იქნება რეზონირებაში. პიროვნებას ხო, აქ ძალიან ბევრთან იქნება ეს სიტუაცია, რომ შესაძლებელია სწორედ იმიტომ ბრაზობს და იმიტომ არის თქვენ შორის დაძაბული ურთიერთობა, რომ რაც სურდა ის ვერ მიიღო პიროვნებამ. ნახოთ გრძნობა. გრძნობაშიც სულელის არკანი ამოვიდა. ფაქტია, რომ პიროვნებამ ვერ მიაღწია თავის საწადელს. იმიტომ რომ გრძნობაში, ნახეთ, სიმსუბუქესი თავისუფლება, უპასუხისმგებლო, ასე ვთქვათ, სულელის არკანი, ხო, პიროვნება, რომელიც არ შედეგებს არ უყურებს, ხო, ანუ მარტო ყოველდღიურ სიამოვნებაზე, ყოველდღიურ რაღაც დაუფიქრებელ ნაბიჯებს გავს, მაგრამ შედეგი რა მოხდება, ამაზე არ ფიქრობს, ხო. გრძნობაში მე აქ სულელის არკანში ვერ ვიტყვი, რომ რაღაც კი ბატონო ინტერესი შეიძლება იყო, ინტერესი შეიძლება არის კიდეც, მაგრამ გრძნობაში სულელის არკანი მე აქ ეს არის უპასუხისმგებლო, ყოველგვარ ვალდებულებებს მოკლებული ურთიერთობა, როდესაც არაფერი დღეს ერთად ვართ, ხვალე შენთვის, მე ჩემთვის, აი ესეთი ურთიერთობა. ანუ აქ მე გრძნობას ვერ ვხედავ და მოდი ნახოთ მოქმედება, როგორ რას მოიმოქმედებს და განდეგილის არკანი ამოვიდა. ნუ მოქმედებაშიც ჩემს უპასებო პიროვნება მე აქ ვერ ვიტყვი იმას, რომ რაღაც განვითარება მოჰყვება, პიროვნება განცალკევებულია, პიროვნება ფიქრობს თავის თავში ანუ ან ერთი, ან ორივე მხარე შეეცდება, რომ ანუ მისი მხრიდან მოქმედებას, ნუ ელით ჩემს უპასებო, აქ პიროვნება შეეცდება, რომ თავის თავში ჩაღრმავდეს და გაერკვეს თავის სურვილებში, თავის გრძნობებში, რა უნდა, როგორ უნდა, ხო? ანუ აქ მე იმას, რომ რაღაც მოიმოქმედოს, პიროვნებამ ვერ ვხედავ, რაღაც ყოველ შემთხვევაში რაღაც გადაწყვეტილებას, ან შეიძლება დააფიქრდეს პიროვნება და რაღაც არჩევანი გააკეთოს. ნუ აქ ნახეთ, 7-იანი კვერთხი ამოვიდა, შესაძლებელია პიროვნება თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ერთი სიტყვით იცავს თავის საზღვრებს, იცავს თავის არ უნდა პიროვნებას აშკარა, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს, შინაგანი რაღაც ფაქტორებია, რომელიც ხელს უშლის რაღაც გადაწყვეტილების მიღებაში ამ პიროვნებას, შეიძლება
იყოს რაღაც პატარა კონფლიქტური სიტუაცია ისევ, რადგან შვიდიანი კვერთხი აქ არის, როდესაც რაღაც წინააღმდეგობებია და პიროვნებას გავლებული აქვს, ხო? ანუ აქ გრძნობა არ არის, გრძნობა არ არის ჩემო ძვირფასებო და შესაძლებელია სწორედ თავის თავში ჩაღრმავებას და თავის გრძნობებში გარკვევას შეცადოს პიროვნება იმ პერიოდიც თქვენ ჩაიფიქრეთ. აი ასეთი იყო, მე აღარ გავაგრძელებ. რაღაცნაირად ორივე ხუთიანი კრიზისული არკანების დამთავრდა, მაგრამ რაც გვიჩვენა დასტამ და რაც გვიჩვენა ალბათ ვიღაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ინფორმაციის მოსმენა და ამიტომაც კომენტარებში რომელი ვარიანტი რეზონირდა, რა რეზონირდა თქვენთან, რომელი ვარიანტი აირჩიეთ, მადლობა და ნახვამდის.